გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში შეხვედრებს მართავს. საარჩევნო კოდექსის პროექტი შემუშავებულია, რა იცვლება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ღალატს პარლამენტის საკანონმდებლო ცვლილებით პასუხობს. უფრო მეტ დეტალს სოფო ბერიძე გვეტყვის. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის დროს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ისიც, რომ 2006 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ანტიკონსტიტუციური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი გამოცხადდა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა ჩამოყალიბდა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია მიენჭა და როგორც პირველი კანონმდებელი ამბობს, ეს იყო ეროვნული ინტერესების ღალატი. დამატებით შალვა პაპუაშვილი დღეს საუბრობდა იმის შესახებ, რომ დღეს უკვე ცხადია, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებით სააკაშვილის ხელით განხორციელებული ეს ანტიქართული ქმედება გარეძალების გეოპოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო. კიდევ ერთი დაზუსტება ინიციატივის შესაბამისად ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომელთა დევნილობაში მყოფი თვითმმართველობითი ორგანოები, როგორც პირველი კანონმდებელი ამბობს, საქართველოს კონსტიტუციის სრული დაცვით 2006 წელს ლეგიტიმურად არის არჩეული. პირველი ბლოკი ეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამებელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ 2007 წლის ივნისში კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. დღევანდელი გადასახედია ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს შესაწირი პაიკის როლი დაიკისა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს და დღეს დევნილობაში არიან. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება.
ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებდა რას ფიქრობს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია, უფრო კონკრეტულად გიორგი გახარიას პარტია 2 საათი გავიდა პირველი კანონმდებლის ბრიფინგიდან, თუმცა მათი პოზიციის მოსმენა ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ტერმინი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ეს იყო ხელოვნური ტერმინი და ოკუპაციის მხარესი იდგა ყოველთვის თავისი შინაარსით, ამიტომაც თავის დროზე ზუსტად გამსახურდიამ გააუქმა ის, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა მისი აღდგენა და მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ეს ცალსახად იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატი. დამატებით საუბრობენ იმასაც, რომ ამან გააჩინა გარკვეული საზღვრები და მათ შორის ეს საზღვრები სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო გამოყენებული. უქმდება დროებითი ტერიტორიული ერთეული და ხსენება ყოფილი სამხრეთ ოსეთისა მარტივი მიზეზიდან გამომდინარე აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც მოხდა 2007 წელს, ეს არის მოღალატეობრივი გზავნილი, მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სარჩელშიც მითითებულია. 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები სეპარატისტული, რომელიც მათ შორის ტერიტორიული ერთეულის შექმნის გზით დაკანონდა, რაც არის კიდევ ერთი ღალატი ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინაშე. თვითონ ტერმინი სამხრეთ ოსეთი იყო ყოველთვის ხელოვნური და ის ოკუპაციის მხარეს იდგა თავისი შინაარსით და სწორედ ამიტომ ზუსტად გამსახურდია ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რაც მიიღო თავის დროზე, გააუქმა ეს ტერმინი. შემდეგ მისი აღდგენა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სწორედ იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. რა თქმა უნდა, არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, ეს არის წმინდა ქართული მიწა და ტერიტორიები. ჩვენი ქვეყანა არის თავისთავადი და დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილების მიღებაში, რაც პირველ რიგში გულისხმობს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს. და სწორედ ამასაც ეფუძნება, რომ ჩვენ თავისუფლდებით ისეთი ტერმინებისგანაც, რომელიც იყო გარედან მოხვეული ოკუპანტის მხრიდან. ინიციატივა, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა, დღესვე წარედგინება ბიუროს ხტომას, ბუნებრივია საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ ხტომაზე მიიღებს. პარლამენტიდან სოფო ბერიძე საუბრობდა. ანტიკორუფციული ბიურო პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ბიზნეს ომბუდსმენის სამსახურები უქმდება. 2 მარტიდან ანტიკორუფციულ ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეითავსებს. ბიზნეს ომბუდსმენის სამსახური კი 1 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროში გადავა. ანტიკორუფციული ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შემდეგი საკითხი იგივე მოდელით ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნეს ომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას. ცვლილებები საარჩევნო კოდექსშიც იხვეწება მთლიანად დოკუმენტის სიახლე, მხოლოდ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეხება. ხმის მიცემის წესი იცვლება. მათ საპარლამენტო არჩევნებზე 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ იზღუდება. ამით ხელისუფლება გარეჩ ჩარევების პრევენციას ახდენს და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას უზრუნველყოფს.
არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები, ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას. ერთი, ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და არის ეგრეთ წოდებული გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა მაკაბოჭორიშვილმა თეოფილე მესამეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგას და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრს შეხვდება. მაკაბოჭორიშვილის ვიზიტი ისრაელში ორდღიანია. პრემიერ-მინისტრი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა. ის თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების სფეროში ეფექტიან პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ხაზი გაისვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. ვიზა ლიბერალიზაცია როგორც შანტაჟის იარაღი, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ წესზე მსჯელობს. დეკემბერში დაიწყება ინდივიდუალურად ქვეყნებზე მსჯელობა, შესაძლოა შეეხოს საქართველოსაც, როგორც ამას ევრობიუროკრატები ამბობენ. თბილისში ბრიუსელის ღირებულებათა კრიზისსა და ანტიდემოკრატიულობაზე საუბრობენ. მეგი ნარსავიძეა პირდაპირ ეთერში. შეხვედრის დაწყების წინ დღეს უკვე გაკეთდა ევროპელი მინისტრების მხრიდან განცხადებები, რომელთა ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო კრიტიკის გაგრძელებაა. არის მცდელობა გამიჯნონ ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ასევე ისმის გზავნილები, რომლებიც წინააღმდეგობაშია, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშებთანაც კი და ამბობენ, რომ თითქოს უკრაინა უფრო წინაა, ვიდრე საქართველო. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ საკითხს, სწორედ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მინისტრები ჯერ არ საუბრობენ. ჩვენ ოფიციალურად რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ განვიხილავთ, მაგრამ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ნახოთ, მხარს თუ დავუჭერთ. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმებზე. უკრაინა ატარებს რეფორმებს, ტექნიკური თვალსაზრისით ერთ ადგილზე არ ვართ, მივდივართ წინ. ამ დროისთვის საქართველომ სამწუხაროდ აირჩია არ წავიდეს ევროპულ გზაზე და დღითიდღე შორდებიან ევროპას. საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ქართული ხალხის სწრაფვას წევრობისგან მხარს უჭერს, თუმცა სამწუხაროდ ბოლო 1 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები ქვეყანას ევროკავშირთან აშორებს. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას სრულად შეცვალოს პოზიცია ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას, სხვაგვარად პროცესი გაყინული დარჩება.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე საუბრისას ხშირად კონკრეტული ჯგუფები ამბობენ, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება. თუ ეს სიმართლეა მმართველი გუნდისთვის, ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა მოქმედ რეგულაციას იცავს და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ახლა კი ცდილობენ მიიღონ ცვლილებები, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოიყენონ. ოპოზიცია ახლა ამტკიცებს, რომ მათი სურვილია შეზღუდვები ქართველ ხალხს არ დაუწესდეს. ევროპულ კაბინეტებში ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოსიარულე პოლიტიკოსები ცდილობენ ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალონ. საქართველოს მოქალაქეები არ შეიძლება იხდიდნენ იმ ფასს, რასაც აკეთებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი. კონკრეტული სამიზნეები უნდა იყვნენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ასევე უნდა გვესმოდეს რა პოლიტიკასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ატარებს, ეს არის სავსებით მოსალოდნელი. ქართული ოცნების ქმედებების გამო არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის. ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობდა იმაზე, რომ არ განხორციელებულიყო ცვლილებები. არსებული რეგულაციებით ვერ მოგვიდგნენ ვერანაირად, რომ საქართველოს რაიმენარად დასაჯონ, იმიტომ რომ როგორ გაუბედეთ და ბრიუსელს მოვთხოვეთ, რომ საკუთარი ფინანსები გაასაჯაროოს და უნდათ ამისთვის ქართველი ხალხი დასაჯონ. იმ კომენტარების ფონზე, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს, უკვე აღიარებაა, რომ საქართველოს არ არღვევს საუვიზო მიმოსვლის პირობებს და ამიტომ თავის დროზეც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით ვიზო მიმოსვლის გაუქმებაც იყო ასევე საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. და მეორე, ეს აჩვენებს იმ ანტიდემოკრატიულ გზას, რომელსაც ბრიუსელი დაადგა, როდესაც ცდილობს რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს. აი ეს არის ზუსტად ყველაზე ნათელი მაგალითი ბრიუსელის ანტიდემოკრატიულობისა და ღირებულებითი სტაგნაციისა. გრძელდება შანტაჟი, გრძელდება მუქარა, ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. ეს არაფორმალური მმართველობა, რაც სუფევს მსოფლიოში და რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოს, ყველამ კარგად ვიცით. ეს შემოტევებით ზუსტად არის გაგრძელება იმ რიტორიკის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში. თუ აქამდე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის საკითხების რეგულირებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მაჩვენებლები, კონკრეტული საფუძვლები, მაგალითად როგორც არის ეს ზრდა უკანონო მიგრაციისა ან სხვა ასეთი საკითხები, ეხლა უკვე პოლიტიკური მდგენელია სრულად შემოსული, სამწუხაროდ პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე იმჯელებს ევრობიუროკრატია, ის ადამიანები, რომლებზედაც განსაკუთრებული გავლენა აქვს deep states კონკრეტულ ქვეყანას, ან კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ პირებს შეუწყვეტოს თუ არ შეუწყვეტოს უვიზოდ მოძრაობის შესაძლებლობა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ deep state იბრძვის იმ ადამიანების დასაჯელად, რომლებიცაც თავარია ქვეყნის სუვერენიტეტი. საზოგადო საქმეთა საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე მეტი დეტალი გვეცოდინება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებასთან დაკავშირებით და ეცდებიან თუ არა, რომ ეს მნიშვნელოვანი მონოპოვარი შანტაჟის იარაღად აქციონ. ეს მეგინ არსავიძე იყო. იფსოსის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ზაზა შათირიშვილი ეხმიანება კვლევა აჩვენებს, რომ დასავლეთში დემოკრატიის კრიზისია. ფილოსოფოსი წერს, რომ მოსახლეობის განწყობის სააშკარაოზე გამოტანა ახალ მიზანს ემსახურება, რომელიც მმართველობის ახალ ფორმას გულისხმობს. შათირიშვილი კორპორაციულ მმართველობაზე საუბრობს. ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის იფსოსის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის. ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. რთული არ დაეთანხმო. ერთი შეხედვით კვლევამ ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა და გამოაშკარავა ის მანკიერებები, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა, მსგავსი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება ანალიზის გარეშე მოცემულობად მიღება და მით უმეტეს აღტაცება იმით, რომ თითქოს ყველაფერი გამართლდა, რასაც ვამბობდით, შესაძლოა მძიმე შედეგები დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რამე თუ ეს კვლევაც ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება, deep state-ის სატყუარა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი.
პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მოცემულობა. დღეს ევროკავშირს ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუტებს, მედიას, ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ. მათ შორის ააკვლევითი ორგანიზაცია იფსოსიც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის BlackRock-ის საკუთრებაა. აქედან გამომდინარე არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კვლევა და განსაკუთრებით მისი შედეგები, ასე უბრალოდ საზოგადოებრივი განწყობების ტირაჟირებას ემსახურება მიზნად. მით უმეტეს, რომ მონაცემები პირდაპირ ამხელს ევროპულ ბიუროკრატიას, უმოქმედობასა და კორუმპირებულობაში. თუ ვთანხმდებით, რომ იფსოსის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არც შემთხვევითია და არც Deep State-ის კონტროლს მიღმა გავრცელებული ინფორმაცია, ჩნდება კითხვა, რა მიზანს ემსახურება ევროკავშირისთვის ეს დამანგრეველი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მთელი სიმძლავრეებით ტირაჟირება, ასევე Deep State-ის მიერ კონტროლირებული მედიით. ამ კითხვას აქვს კონკრეტული პასუხი, რომლის უტყუარობაში დასარწმუნებლად არა რაიმე რთული მსჯელობა, არამედ მხოლოდ ფაქტების ანალიზია საჭირო. დღევანდელ უმძიმეს მოცემულობამდე ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა, როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში, დანიშნული საკუთარი აგენტურის ხედით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემი 2008 წლის შემდეგ გახდა. ერთი მხრივ თავსმოხვეულმა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აღზევებამ და მეორე მხრივ უკონტროლო მიგრაციამ ახლო აღმოსავლეთიდან ქვეყანათა აბსოლუტურ უმრავლესობას ეროვნულობა წაართვა და იდენტობა გაუქრო. ხელოვნური სტიგმების გამოყენებით, როგორიცაა ყალბი რელიგიური ტოლერანტობა, ასევე სექტასთან გათანაბრებული ასობით ახალი რელიგიური მიმდინარეობის შემოგდებით, მინიმუმამდე დავიდა ქრისტიანული ღირებულებების პატივისცემა და შესაბამისად მნიშვნელობა. რაც შეეხება ეკონომიკის ფაქტობრივად ჩამოშლას, სცენარი აქაც იდენტურია. გამოგონილი ნორმების ძალდატანებითი გათვალისწინებით, როგორიცაა მაგალითად მწვანე ენერგია და მრავალი სხვა, ევროკავშირს უარი ათქმევინეს იაფ ენერგორესურსებზე. ატომურ ენერგიაზე, ბოლოს კი ერთადერთი ხელმისაწვდომი რესურსი, რუსული ენერგომატარებლები პროვოცირებული ომით ჩაუჭრეს და შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ. 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო, დღეს მხოლოდ 17%-ია. ამასთანავე 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონში ადგენდა. 18 წლის შემდეგ 2025 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ისევ 19 ტრილიონში ადგენს. მსგავსი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ტრაგედია ევროპას მოუწყო Deep State-მა, კონკრეტულმა მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათი კონტროლის ქვეშ არსებული აგენტურული მთავრობების ხელით. ოლიგარქების ქმედების ხელწერას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის. წლების მანძილზე მწყობრად ანგრიეს ევროპა, ახლა კი თავადვე ატარებენ კვლევებს, წერენ შედეგებს და გვეუბნებიან, რომ თურმე ევროკავშირი ღრმა კრიზისშია. ცხადია, თავიანთ გაფუჭებულს ისევ იმ ხალხს, იმ მარიონეტ ბიუროკრატებს დააბრალებენ, ვინც მათი დავალებით უთხრიდა ძირს კონტინენტის კეთილდღეობას. როდესაც Deep State-ის მოქმედების ამ მეთოდზე ვსაუბრობ, მუდამ ახსენდება JD Vance-ის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის უაღრესად ცინიკური გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მან ევროკავშირის მანკიერებების საჯაროდ ამხილა. უთხრა, რომ მიგრანტების კრიზისმა, ქრისტიანობის დაკნინებამ და სიტყვისა და გამოხატვის უპატივცემულობამ კავშირი დემოკრატიის კრიზისამდე მიიყვანა. თუმცა Vance რატომღაც არ დაუწყია ამ პრობლემის შემოქმედის ძიება, რადგან კარგად ვიცით, რომ Deep State-ია სათავე ამ უბედურების. ის Deep State, რომელსაც თავად JD Vance წარმოადგენს. კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ იფსოსის კვლევის მთავარ აქცენტებს, რომელიც Deep State-მა შემოგთავაზა გარდა იმისა, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს უკიდურეს უკმაყოფილებას დემოკრატიული მმართველობის მიმართ, მათ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვნად, საშიშად ესახებათ. ფაქტობრივად კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ მმართველობის ამ ფორმამ ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა. კვლევის, ანუ Deep State-ის ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება. ის რითაც ევროპა მუდამ ამაყობდა ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, თავისუფალი არჩევნები, ქრისტიანული ფასეულობების პატივისცემა, კონკურენტუნარიანი ბაზარი და ჯანსაღი ეკონომიკა. ეს ყოველივე ხალხის მმართველობის შედეგი იყო. ჭეშმარიტი დემოკრატიით შექმნეს ერთმანეთზე უკეთესი და მდიდარი ქვეყნები ევროპელებმა, ხოლო მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა დემოკრატია გამოშიგნეს, ხალხის მმართველობა აგენტურის მმართველობით ჩაანაცვლეს, აგენტების ხელით ქვეყნები გააღარიბეს და გადაგვარების პირას მიიყვანეს. დღეს კი გვიმტკიცებენ, რომ თურმე დემოკრატიამ ვერ გაამართლა. აქაც მოკლედ გავაანალიზოთ თუ რას გულისხმობს Deep State-ის ახალი ნარატივი, რაც არის კიდევ იფსოსის კვლევის მთავარი სათქმელი, რომ თითქოს დემოკრატიამ მმართველობის ამ ფორმამ არ გაამართლა. ოლიგარქები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ გაამართლა ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობებმა. უფრო მეტიც, ამ სათქმელით არაფორმალური მმართველები ევროკავშირში არსებულ მძიმე სიტუაციას სწორედ ხალხის არჩევანს აბრალებენ და დამნაშავედ ისევ ხალხი გამოჰყავთ.
გამოდიან მოცემულობიდან, რომ დღეს ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ცალსახაა, მაგრამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად მათი ვერსიის მიღება გულუბრყვილობა იქნება. ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ცალკეული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ხელისუფლება ხალხს არ აურჩევია. ისინი სწორედ Deep State-ის დანიშნულ და მართულ აგენტურას წარმოადგენენ. ამიტომ ჩანასახშივე აბსურდია მსჯელობა დემოკრატიული მმართველობის უღუნარობაზე, როდესაც ხალხს საერთოდ წართმეული აქვს არჩევანის უფლება. ხალხს დააბრალო მთავრობის სისუსტე, ხოლო მმართველობის ფორმას უწოდა უფუნქციო, როდესაც მის არჩევაში და სისტემის ფუნქციონირებაში საზოგადოებას მონაწილეობა არ მიუღია მარტივი, მაგრამ კარგად შეფუთული სატყუ არაა. რადგან ყველაფერი ზედაპირზე დევს დროა, პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას: რაში სჭირდებათ ოლიგარქიულ ოჯახებს მათი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანა და განდევების ვაცის ძიება მათივე აგენტურულ მთავრობებში? რაში სჭირდებათ მათ დემოკრატიულ მმართველობაზე ასეთი შეტევა? საქმე იმაშია, რომ ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის. ეს იქნება მდიდარი ოჯახების დიქტატურის ოფიციალური დაკანონება ევროპაზე. კონტინენტის როგორც ერთგვარი კორპორაციის ხელში ჩაგდება და საკუთრებაში გადაყვანა. ამ შედეგსაც ოლიგარქები თითქოს და ხალხის ნების გათვალისწინებით, ხალხის ხელით დაალაგებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება იფსოსის კვლევა და დემოკრატიაზე განაწყენებული გაბრაზებული და უიმედო საზოგადოების წინა პლანზე გამოტანა, რათა შემდეგ მათ მმართველობის ახალი ფორმა შესთავაზონ. ეს ახალი ფორმა კი სწორედ კორპორაციული მმართველობა იქნება. ქსენოფობიური გზავნილები და ღირებულებითი ჩიხი. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია აქვს ოპოზიციას. აბსურდულ ბრალდებებსა და სპეკულაციებს ხელისუფლება არგუმენტებით პასუხობს. რამდენიმე თვეში კი კრწანისა და გონიოში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი სამშენებლო სამუშაოს დაიწყებს. ქართული ოცნების ნებისმიერი დაპირება საქართველოს მოქალაქეებზე ჩვენთვის არ არის სანდო. რა საიდუმლოს მატარებელი არის ეს ხელშეკრულება, ესეთი რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ რისთვის შემოდის ეს ინვესტიცია. ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი მოცულობით და მნიშვნელობით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. აქედან გამომდინარე, საჭიროა გასაჯაროვდეს ის დოკუმენტაცია, რომელშიც წერია ყველაფერი. ჩვენ ვართ მომხრეები, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ამ პროექტს აქვს მხოლოდ დადებითი მხარეები და არ აქვს არანაირი უარყოფითი მხარე. რაც შეეხება გასაჯაროებას, აგერ TV პირველი არის წარმოდგენილი ხაზარაძის ტელევიზია და იქნებ თქვენ დამფინანსებელთან იკითხოთ ანაკლის ხელშეკრულება თუ არის გასაჯაროებული, რომელთაც ის ცდილობდა შემდეგ, რომელზე დაყრდნობითად თაღლითურად მილიარდ ნახევრის ამოღება საქართველოს ბიუჯეტიდან. ესეც მარტივი სპეკულაცია, არც ერთი ასეთი საინვესტიციო პროექტი, ვინაიდან ისინი არის კომერციული პროექტი, სრულ გამოქვეყნებას არ ექვემდებარება არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში. თუ რა სარგებელს მოუტანს ეს კონკრეტულად საქართველოს, პირველ რიგში ეს იქნება შენატანი ეკონომიკაში, რომლითაც ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ისედაც მაღალი ზრდის ტემპებით არის, ამას დაემატება კიდევ დაახლოებით 2%-მდე წლიური ზრდა შეიძლება კონდეს პირდაპირ არაპირდაპირ გავლენით ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე. მეორე, ეს არის რომ 33.1/3 ამ პროექტიდან მიღებული მოგებიდან პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში წავა და ჩვენს მოქალაქეებს მოხმარდება. მესამე, ეს არის ევროპული სტილის პროექტი, უმაღლესი ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ტიპის ინვესტიციებს შეეწინააღმდეგო შენს ქვეყანაში. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, არასდროს საქართველოში ამ მასშტაბის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია არ განხორციელებულა. ყველას კარგად გვესმის ხო, რატო ეწინააღმდეგებიან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ამას მოაქვს კეთილდღეობა, ამას მოაქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ამას მოაქვს ქართული კომპანიების გაძლიერება და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ პლუსები აქვს აღნიშნულ ინვესტიციას საქართველოში. აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებაზე ცვლილებებია. ხმოვანი იარაღის საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას. მისი მოქალაქის მიერ შეძენა შესაძლებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით. წიწაკის სპრეის იმპორტიც დაექვემდებარება ნებართვას. მისი შეძენაც ასევე შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შესაბამისი ცნობით. ელექტროშოკური მოწყობილობა კი საერთოდ აიგრძალება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვის ორგანიზაციები საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკრეტული ქმედებების და დანაშაული ქმედებების პრევენციას და გარდა ამისა თითოეული იარაღი იქნება გამოყენებული იმ დანიშნულებით, რაც კანონით გათვალისწინებული და ჩვენ თავიდან ავიცილებთ, ესე ვთქვათ, ისეთ ტიპის ტრამვებსა და დაზიანებებს, რომელიც ხდებოდა პრაქტიკაში, როგორც არასოწურებს შორის, ასევე სხვა ადამიანებს შორის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ნივთები, რომელსაც მომენტებული საფრთხე შეიძლება ქონდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებისთვის, უნდა დაექვემდებაროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას და კონტროლს ჩვენი მოქალაქეების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის გარანტიებისთვის. იქნა მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური რეგულაციების შეეხოს მსგავსი ნივთიერებების თუ აპარატების გაყიდვას, კერძოდ იყოს შესაძლებელი მხოლოდ ლიცენზირებულმა ობიექტებმა მოახდინონ რეალიზაცია ამ ტიპის სპეციალური საშუალებების და ამავდროულად შემსყიდველს უნდა კონდეს შესაბამისი ნებართვა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ჩვენი ვალდებულება მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ყველა იმ შესაძლო ექსცესისგან ან გართულებისგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ნივთიერებების თუ აპარატების თავისუფალი მიმოქცევისგან. აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკული მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში. ვინაიდან ეს ნივთები სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისთვისაც გამოიყენება. აქედან გამომდინარე, რასაკვირველი აუცილებელი არის, რომ კაცრი რეგულაციები არსებობდეს, კონტროლირების სტანდარტი და მექანიზმები იყოს საკმაოდ მაღალი. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯარიმები იზრდება, გზაზე მანევრირების წესის დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა, მართვის დროს მობილური სარგებლობა, დგომა გაჩერების წესის დარღვევა. ყველა დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება ავტობუსის ზოლში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა ტრანსპორტის საპირისპირო მოძრაობაზე. გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას. ახალ სამართალ დარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვით და გადასასვლელზე დგომა გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ჩვენ გავანალიზეთ თითოეული ეს ასე ვთქვათ სამართალდარღვევა, სტატისტიკა და პრაქტიკა და იზრდება ისეთი ტიპის სამართალდარღვევების და ჯარიმები, რომლებიც ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო მოქალაქეების დაშავებასთან და გარდაცვალებასთან. აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იმ ფონზე, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მობილობა, გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნიდან შემოსული ავტომობილების რაოდენობა. მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოსახლეობის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების, მათ შორის უსაფრთხოებისთვის და როდესაც ნორმები ვერ ახდენენ პრევენციას დარღვევებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ისე მოვარგოთ ნორმა არსებულ გამოწვევებს, რომ შეასრულოს პრევენციული როლი. იმიტომაც ქვია სამართალდარღვევა, რომ ის არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და იმისთვის, რომ არ ჩაიდინოს, მნიშვნელოვანი არის, რომ პრევენცია, ანუ სანქცია სამართალდარღვევაზე იყოს იმდენად ადეკვატური, რომ ადამიანს არ უღირდეს ამ სამართალდარღვევის ჩადენა. ამ მიმართულებით ყოველთვის მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პარლამენტის და გარკვეული ცვლილებები ადრეც განხორციელდა კანონმდებლობაში, თუმცა მას შემდგომ ასე ვთქვათ ხდება მონიტორინგი იმისა, თუ რა დარღვევებს აქვს ადგილი, თუ სად არის პრობლემა და ამიტომ აქედან გამომდინარე ბუნებრივი ახალი ინიციატივა არის შემოთავაზებული, რასაც ექნება, რა თქმა უნდა, პრევენციის ფუნქცია იმისათვის, რომ ნაკლებად მოხდეს ადგილი კონკრეტულ სამართალდარღვევებს და იმავდროულად ეს გულისხმობს იმასაც, რომ საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება. პოლიციის შესახებ კანონპროექტით ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება. 7,000 ლარის ნაცვლად პოლიციელს გადაეცემა 20,000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15,000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10,000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში 15,000 ლარის ნაცვლად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30,000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება 2,000 ლარის ოდენობით.
ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია დაშავებული პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარკვეული ზიანი მიიღეს. გარდა ამისა, 30000 ლარი ხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა და მეხანძრე მაშველთა კომპენსაციის ოდენობა. გარდა ამისა, კანონმდებლობით ინერგება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სამედიცინო შვებულებას პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად გავრცელდება როგორც პოლიციელებზე, ასევე მეხანძრე მაშველებზე. პოლიციის და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მიმართ სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ზრუნის ვალდებულება, ვინაიდან ისინი გახლავან ის ქალები და კაცები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თითოეულ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, იქნება ეს პოლიცია, მეხანძრე მაშველები, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების იმედი, როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოებისთვის თუ ცალკეული პირებისთვის არსებულ საფრთხეს. ამიტომ რა თქმა უნდა სახელმწიფომ ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს იმ რისკების საკომპენსაციოდ, რომელ რისკზეც მიდიან ჩვენი პოლიციელები თუ მეხანძრე მაშველები. პოლიციის ეფექტიანი საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი რამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მათ ესეთ საქმიანობაზე არის დამოკიდებული, თუ რაოდენ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ვიცხოვრეთ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ხშირად მათ თავის საქმიანობა უწევთ თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად. ამიტომ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ჭირდება დაფასება. ამ ინიციატივის მიხედვით იზრდება სოციალური გარანტიები. Erasmus Plus-ის პროგრამაზე განმარტებას თავად ეროვნული ოფისი აკეთებს. ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ განაგრძობენ მონაწილეობას Erasmus Plus-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში. პროგრამა ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერი ევროკავშირის პროგრამის შემთხვევაში წესები და შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, რომ გადახედონ პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus Plus-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის. მუხიანის აგარაკებზე სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა. კოლექტორი ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩებიდან წამოსული უხვინალექის მიღებასა და გატარებას შეძლებს. პარალელურად მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. კეთდება ცენტრალური მიმღები კოლექტორი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დასახლებისთვის. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენ აქ ვიყავით მოსულები კონკრეტულ სამუშაოებზე, ერთ-ერთი ქუჩის სამუშაოებზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგმართავთ ხოვნით, რომ გაკეთებული იყო ეს პროექტი, იმიტომ რომ წვიმის და უხვი ნალექის დროს უდიდეს პრობლემის წინაშე იდგა მოსახლეობა. ყოველი წვიმის დროს აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა, წვიმის დროს ეტბორებოდა სახლები. მე მინდა დედაქალაქის მერს გადავუხადო მადლობა აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. სამუშაოების დასრულების ვადა ჩვენ განსაზღვრული გვაქვს დაახლოებით 8 თვე. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოშია. თბილისის ბიუჯეტი შეადგენს 2,82,482,000 ლარს. მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილია 99 მილიონი ლარით. პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და სპორტი. ბიუჯეტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 2,82 ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 99 მილიონი ლარით. პროცედურის თანახმად თბილისის საკრებულო ერთი კვირის ვადაში კომისიებთან ერთად მოამზადებს რეკომენდაციებს გადააგზავნოს თბილისის ბიუჯეტს უკვე და შემდეგ არაუგვიანი 10 დეკემბრისა შემოვა პირველადი ვერსია, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გაზრდილი და ასახული იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება გაცემა. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის უცვლელი, ეს არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.
ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.